მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, გადაცემა დარცი აჭარის ტელევიზიის ეთერში, ისევ თქვენს ტელეეკრანებზეა. მოგესალმებით აჭარის ტელევიზიისა და გადაცემა დარცის მაყურებლებო. მიხარია რომ დარცის ამ სეზონზე ერთად ვიქნებით და ბევრ საინტერესო ამბავს ერთად გავიგებთ. დარცის როგი უცვლელია. ვიყურეთ ყოველ კვირას 18 საათსა და 20 წუთზე. გადაცემა დარცი, როგორც უკვე იცით, გიმზადებთ ბევრ საინტერესო იდეას და სიახლეს. თუმცა ის ისე რჩება გასართობ შემეცნებით გადაცემად, სადაც ჩვენი თანატოლები ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებენ და თან გაგვიზიარებენ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია მომავალი ექიმი, მრავალმხრივ ნიჭიერი დავით ქობულაძე. წავედით გავესაუბროთ. წავედით. დავით, უღრმესი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად იმყოფები. ჩვენიერი ამინდია და ჩვენიერ გადაცემას და ჩვენიერ ინტერვიუს უსურებ ჩვენს აყურებელს. მადლობა, რომ თქვენ მოგიწევთ. შენი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმე დრო. დიდი მადლობა. პირველ რიგში დავიწყოთ, ვინ არის დავით ქობულაძე ერთი სიტყვით რა გითხრა? დავით ქობულაძე არის მომავალი უროლოგი. ამჟამად არის უროლოგიის რეზიდენტი. ერთი უბრალო, პატიოსანი, მშრომელი ადამიანი. პროფესია დაირჩია ექიმობა. ეს იყო ერთგვარი ბავშვობის ოცნება და გადაცემა თუ ცოტა მოგვიანებით ასაკში მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება? დიახ, ესე ვიტყოდი, რომ ორივე, რადგან ბავშვობაშიც, როცა ჩემთან სტუმრები მოდიოდნენ, 4 წლის ვიქნებოდი ალბათ ან 5 წლის, ხშირად იყო რომ ჩავიცმევდი ხალათს, მქონდა სამედიცინო ხელსაწყოები და ყველა მომსვლელს სინჯავდი, ვაკვირდებოდი, თავიდანვე ძალიან მომწონდა ეგ პროფესია, ასევე უკვე როდესაც გავიზარდე და სკოლაში 10 კლასის შემდეგ ძალიან მოვიხიბლე ბიოლოგიით, ძალიან მომწონდა ეგ საგანი და ბავშვობაშიც დიდი სურვილი როცა იყო რომ გამხდარიყავი ექიმი, გადავწყვიტე რომ ჩამეპარებინა სამედიცინოზე. ამას ისიც დაემატა რომ ცოტა სევდიანი ისტორია არის, მაგრამ სამწუხაროდ ოჯახური და გარემო პირობები ისეთი იყო, რომ დეიდა ავადობდა, სიმსივნე ჰქონდა და შემდეგ გარდაიცვალა და ამან უფრო დიდი სტიმული მომცა, რომ მე გამხდარიყავი ექიმი, რომ ადამიანებისთვის დავხმარებოდი და გადამერჩინა მათი სიცოცხლე, იმიტომ რომ ჩემს გარშემო ბევრი ისეთი ადამიანი გარდაიცვალა, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო და ამით თითქოს და სხვას მე შეუმსუბუქებდი მის ტანჯვას. ასევე ბებია მყავს ექთანი და მეორე ბებია არის ექიმი და რა თქმა უნდა, როცა იზრდები სამედიცინო ოჯახში, ესე რომ ვთქვათ, ძალიან დამეხმარა ამ ყველაფერმა, იმიტომ რომ მათთან ძალიან ხშირად ვიყავი კლინიკაში და ეს სამედიცინო გარემოც რა თქმა უნდა იმოქმედა ჩემზე და ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ გამხდარიყავი ექიმი. როგორც ვიცით, სკოლა დაამთავრა ოქროს медаლზე. უნივერსიტეტიც წარჩინებით ბაკალავრიატი და მაგისტრატურაც დაამთავრა წარჩინებით და გახდი სტიპენდიანტი. ახლა სწავლობ რეზიდენტურაში და ექიმი პროფესია არის მუდმივად განვითარების პროფესია, განვითარებადი პროფესია და რამდენი ხანი აპირებ კიდე სწავლას როგორც ექიმი? ექიმი სიცოცხლის ბოლომდე სწავლობს და ვითარდება. იმიტომ რომ ეს ისეთი პროფესია აუცილებლად გჭირდება გარდა კარგი განათლებისა, რომ ჰქონდეს ემპათიის გზნობა და ასევე ყოველთვის ტექნოლოგიები ისე სწრაფად ვითარდება, რომ შენ თუ არ დაეწიე ამ ტექნოლოგიურ პროგრესს, ძალიან გაგიჭირდება, რომ დღევანდელ დღეს შენი თავი დაიმკვიდრო. ამიტომ ექიმმა თავისი თავი სულ უნდა განავითაროს. სულ უნდა იყოს იმის ატყოფნაში, რომ რაღაც ახალი ინფორმაცია წაიკითხოს. არის განახლებადი სტატიები გაეცნოს, რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება მსოფლიო მედიცინაში. ამის გარეშე ექიმი, კარგი ექიმი ვერ იქნება და საკუთარ თავს ვერ განავითარებს. ამიტომ ექიმი მუდმივად უნდა იყოს რაღაცა სიახლის ძიებაში, მუდმივად უნდა განავითაროს საკუთარი თავი. და უნდა იზრუნოს პროგრესი. ამიტომ ექიმისთვის სიცოცხლის ბოლომდე არის სწავლება. ნამდვილად ეგრეა. როგორც ვიცით, ჰქონდა საშუალება და გერგო ამის პატივი, რომ უნივერსიტეტის დამთავრების დროს აიკითხა ჰიპოკრატეს ფიცი. და სულ მაინტერესებდა ეს იყო უბრალოდ სავალდებულო სიტყვების წარმოთქმა, აუცილებელი სიტყვების წარმოთქმა თუ რაიმე ემოციებთან არის დაკავშირებული, როგორც მომავალი ექიმისთვის. რა თქმა უნდა, ეს არის დაკავშირებული ემოციებთან, რადგანაც შენ ხდები შენი პაციენტის მესაიდუმლე
და აუცილებელია, რომ და ძალიან რთულია, რომ ეს საიდუმლო შეინახო. ამიტომ თითოეული ექიმისთვის ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, იყო მესაიდუმლე და შეძლო პაციენტის ჭირი და ვარამი გაიზიარო. და ეს მხოლოდ ვრცელდება საიდუმლო შენახვაზე თუ არის კიდევ სხვა ასპექტებიც ამ ფიცში გათვალისწინებული? არა, რა თქმა უნდა, არის სხვა ასპექტებიც, თუმცა ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, ესე ვიტყოდი, სხვა ეთნიკური ფაქტორებიც არის, თუ რა პასუხისმგებლობები აქვს ექიმს. ამიტომ ჰიპოკრატეს ფიცი თითოეული ექიმისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველამ უნდა მოუფრთხილდეს ამ ფიცს. რომელი ქვეყანა არის დღესდღეობით, რომელი ქვეყანა ითვლება სამედიცინო მხრივ ყველაზე განვითარებულად? სამედიცინო მხრივ ბევრი ქვეყანა არის განვითარებული, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო რა თქმა უნდა არის ამერიკის შეერთებული შტატები. იმიტომ რომ მედიცინა ძალიან მაღალ დონეზე არის რა თქმა უნდა ამერიკაში და ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიები არის სწორედ რომ ამერიკაში. ევროპაში გერმანია არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა, ინგლისი. ამიტომ, შვეიცარია თუნდაც ბევრი ქვეყანაა. ესე ერთი კონკრეტულად არ არის. და როგორც ვიცით, კიდევ ბევრი სხვა უნარები გაქვს. კარგად მღერი ცეკვავ და ხო არ გიფიქრია პროფესიის დამატებაზე. ცოტა რთულია ახლა შენი გრაფიკიდან გამომდინარე ალბათ, მაგრამ როგორც ვიცით, თან ბევრი ექიმი მღერის. დიახ, საქართველოში ბევრი ექიმი, ბევრი მომღერალი ექიმი გყავს, ესე ვიტყოდი. დიახ, მეც მღერი, ვუკრავ გიტარაზე. რა თქმა უნდა, დილეტანტის დონეზე არ ვარ პროფესიონალი. ცეკვაც ბავშვობიდან ჩემი მოწოდება იყო, 5 წელი აჭარის ქორეოგრაფიულ ანსამბლში ვცეკვავდი. დღემდე, როცა ქართულ სიმღერას გავიგონებ, არ შემიძლია, რომ ესე უბრალოდ დავტოვოდი, იმიტომ რომ ცეკვის სურვილი მაქვს ყოველთვის. და რაც შეეხება დამატებით პროფესიაზე, ეგ სამომავლო გეგმებია, ამიტომ ნახოთ. ბევრი ექიმი, როგორც მოგეხსენეთ, საქართველოში მღერის, ამიტომ შესაძლებელია სრულიად. ხო, თუ შეათავსებ? კი, თუ შევათავსებ. სიმღერა და გიტარა ამ ეტაპზე არა, მაგრამ მომავლისთვის ნახოთ. ხო, სიმღერას ერთ-ერთი კურნალობის მეთოდია. ნერვებს ამშვიდებს და ოჯახის როლი როგორი იყო შენი პროფესიის არჩევის დროს და გადაწყვეტილების მიღების დროს? პროფესია თავად ავირჩიე, თუმცა ოჯახს ძალიან დიდი როლი აქვს შენს განვითარებაში პროფესიულად, რადგანაც ძალიან სამედიცინო არის ესეთი სფერო, როცა შენ გჭირდება როგორც მორალური, ასევე მატერიალური მხარდაჭერა. ოჯახი თუ არ გიდგას ამ ყველაფერში გვერდით, ისე ძალიან გაგიჭირდება წარმატების მიღწევა. და ოჯახმა მე ყველანაირად დამეხმარა და დღემდე მეხმარება, რომ მე ვიყო წარმატებული ექიმი. და მათი ძალიან მადლიერი ვარ მათი და აუცილებლად შევეცდები, რომ ეს ჩემი შრომა მათ ყველანაირად დაუფასო. განსაკუთრებით დიდი როლი და წვლილი ჩემს კარიერულ განვითარებაში მიუძღვის ჩემს ბებიას და ძალიან დიდი მადლიერი ვარ მისი და ვაფასებ მის ჩაუხრელ შრომას. შენ იყავი ბათუმის მერიის მრჩეველთა საბჭოს წევრი, როგორც წარჩინებული სტუდენტი და ხო არ გახსენდება რაიმე იდეა ან ინიციატივა შენგან? დიახ, იდეა და ინიციატივა მახსენდება და დღესაც სურვილი მაქვს, რომ ეს ინიციატივა იყო შესრულებული. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის მიმართულებით არის ეს ინიციატივა. დღესდღეობით სამწუხაროდ ქართული რეზიდენტურა არ არის ანაზღაურებადი, რის გამოც ქართულ სტუდენტებს, რეზიდენტებს უწევთ უცხოეთში წასვლა და იქ რეზიდენტურის გავლა. და სასიამოვნო და ძალიან კარგი იქნებოდა, თუ რეზიდენტურა იქნებოდა ანაზღაურებადი და ეს იქნებოდა რაღაც კრიტერიუმებით შერჩევადი. მაგალითად, ვინც არჩინებულია, რაიმე გამოცდის საფუძველზე სტუდენტების შერჩევა არჩინებული, რომლებიც მიიღებენ დაფინანსების. დღეს ეგრე არ არის და ძალიან რთულია 26-27 წლის ახალგაზრდა ექიმისთვის, რეზიდენტისთვის 3-4 წელი ისწავლოს და თანხა გადაიხადოს. სასურველი იქნებოდა, რომ ან კლინიკებმა გახადოს რეზიდენტურა ანაზღაურებადი და ვიმედოვნებ, რომ ეს აუცილებლად შესრულდება. როგორც ვიცი, დღეისთვის სახელმწიფო აფინანსებს მაგისტრატურის პროგრამებს საზღვარგარეთ და ძალიან კარგი იქნებოდა, თუ რეზიდენტურაც დაფინანსდებოდა და ეს ქართველ რეზიდენტებს ხელს შეუწყობდა განვითარებაში.
ზოგადად რა სირთულეებთან არის დაკავშირებული სამედიცინო სფეროში მოღვაწეობა? სამედიცინო სფეროში მოღვაწეობა ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგანაც შენ გიწევს ადამიანის სიცოცხლესთან შებრძოლება. სიცოცხლე არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ხო? ამიტომ ძალიან რთულია ებრძოლო ადამიანის დაავადებებს და უმკურნალო ადამიანს. არა მხოლოდ მკურნალობა არის, არამედ უნდა გაგაჩნდეს ისეთი უნარები, როგორც არის ემპათია. ეს არის ძალიან რთული. ამიტომ ექიმს სჭირდება ბევრი უნარი, რათა პაციენტს როგორც მორალურად, ისევე ფიზიკურად დაეხმაროს და გადაარჩინოს მისი სიცოცხლე. როგორც ვიცით და როგორც უკვე თქვი, მომავალში იქნება ქირურგი და აი ეს ყველა ოპერაცია არის დაკავშირებული ნერვების ომთან. როგორ უკლავდები ამ ნერვიულობას? დიახ, ნამდვილად ეს არის ნერვების ომი და ექიმს პირველ რიგში სჭირდება ძალიან კარგი ნებისყოფა. ამიტომ მუდმივად ვცდილობ და მუშაობ საკუთარ თავზე. მუდმივად ვცდილობ, რომ ვაკონტროლო ემოციები. რა თქმა უნდა, ეს მოდის გამოცდილებით. და ამას სჭირდება დრო. და ბუნებრივია დროის შედეგად მეც ვიხვეწები, პრაქტიკა, გამოცდილება. ამ ყველაფერს მოაქვს ის, რომ შენ უნარჩვევები უფრო კარგი არის. ერთხელ გააკეთებ, ორჯერ, უკვე 10ჯერ და შემდეგ უკვე დახელოვნდები. ამიტომ აუცილებლად საჭიროა, რომ მუდმივად იყო ტონუსში, მუდმივად იზრუნო საკუთარი თავის განვითარებაზე და აკონტროლო ემოციები. საკუთარ თავზე შრომის გარეშე ყველაფერს ვერ მიაღწევ. ამიტომ სულ მუდმივად უნდა შრომობდე საკუთარ ემოციებს და საკუთარ თავის განვითარებაზე. მე მგონი ამოვწურეთ დათო როგორც ექიმი ეს თემა და ეხლა გადავიდეთ. ნუ რა თქმა უნდა შენს მეგობრებსაც ვკითხავთ აუცილებლად, მაგრამ აი შენ როგორ ფიქრობ, როგორი მეგობარი ხარ? ამ ყველაფერთან ერთად. რა თქმა უნდა, ერთგული და სანდო მეგობარი ვარ და აუცილებლად მეგობარს ჭირი იქნება თუ ხინი, აუცილებლად ყოველთვის უდგავარ გვერდში და ანალოგიურად ჩემი მეგობრებიც გვერდში მიდგანან. ყველანაირად მეგობრისთვის ყველაფრის გაღება შემიძლია. შენი პროფესიიდან გამომდინარე, თუ ნახულობ თავისუფალ დროს, რომ გაატარო მეგობრებთან ერთად? ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რთულია ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდეს, თუმცა ყველანი ადამიანები ვართ, საჭიროა გართობა, მეგობრებთან ერთად გასვლა, დროის გატარება და შეძლებისდაგვარად მათთვის პოულობ დროს და ვატარებ მათთან ერთად სასიამოვნოდ. კიდევ ჩვენ გავიგებთ მეგობრების აზრსაც, როგორც მეგობარი ხარ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დაემთხვევა ეს ორივეს აზრი. ჩვენ უკვე შევხვდით დათოს მეგობარს, გამარჯობა ახლა. გამარჯობა. დღეს ვნახავთ, გავიგებთ როგორი მეგობარია დათო. იმის გარდა რომ ძალიან მოწადინებული და ძალიან წარმატებული მოსწავლე სტუდენტი არის. პირველ რიგში დავიწყოთ კითხვით, რამდენი ხანია მეგობრობთ? ჩვენ უკვე მეგობრობთ მე-6-7 კლასიდან. ბავშვობის მეგობრობა გვაქვს, რაც წლები აგრძელდება და მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ სხვა პროფესიის ვარ მე, თვითონ სხვა პროფესიის არის, მაინც დისტანციის მიუხედავად ეხლა უცხოეთში იმყოფება, კავშირი არ დაგვიკარგავს ერთმანეთისადმი და ის მეგობრობა და ის სიხარული ერთმანეთისთან ნახვისა ყოველ დღე როცა დავინახავთ ერთმანეთს გვაქვს. ანუ ბავშვობის მეგობრები ხართ და ხშირ შემთხვევაში ადამიანები ერთმანეთს კარგავენ განსხვავებული პროფესიების გამო და სხვადასხვა გზების გამო და თქვენ ეს კი. მაშინ როგორი მეგობარია დათო, კარგად გეცოდინება? დათოზე კარგის მეტი რამე თქმის, პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ძალიან შეოპოვარი და მიზანდასახული არის. ამაზე მოწმობს ის, რომ ეხლა იყოფება უცხოეთში და იღმავებს მის ცოდნას როგორც პრაქტიკულს, ასე თეორიულს, სამედიცინო დარგში და ასევე ვიტყოდი, რომ ძალიან ერთგული არის. არაერთი სიტუაცია მქონდა, სადაც დამირეკავს სამჭიროებია მისი დახმარება, მისი გვერდში დგომა და დათოს არ გავჩენია ზედმეტი კითხვები, ის გაჩნდა ჩემს გველით. ეს ვიტყოდი, რომ არ არის ხშირი, ამდენი წლის განმავლობაში მიუხედავად მით მეტას ამისა და ერთგული. და ყველაზე მეტად რაც მასში მომწონს, ეს არის იუმორის გზნობა და ასევე ის, რომ ძალიან უყვარს სიმღერა. ძალიან უყვარს გიტარაზე დაკვრა. კი, ვისაუბრეთ ამაზე. საერთო მეგობრების სამეგობრო წვეები ყავს ჩვენ და ხშირ შემთხვევაში მოაქვს სულ გიტარა თან. და აქვს მღერის და ჩვენს ავყვებით ხოლმე.
ეს თავისებურ მეგობრულ მუხტს და მეგობრულ ატმოსფეროს გვიქმნის, რაც რა თქმა უნდა სასიამოვნოა. და ამ ყველაფერს დამატებული მასთან დრო ძალიან სწრაფად გადის და რა თქმა უნდა სასიამოვნოა. განსხვავებული გზები და პროფესიები გაქვთ და ამიტომ ხშირად დროს ერთად ვერ ატარებთ ახლა, მაგრამ მაინც გექნებათ ალბათ საინტერესო ისტორიები ან რაღაცა მოგონებები და რაიმე ერთს ხო ვერ გაიხსენებდი ან სასაცილო ან ისეთ მოგონებას, სადაც გვერდში დაგიდგა და თუ ეს გახსოვს. კი, ყველაზე ერთ-ერთი სასიხარულოც მე მახსენდება, ეს არის ყოველი თვის ბოლო პარასკევს იყო ველომსრულობა ბათუმში. და არ იყო რომ ეს გამოკვეტოვა. ყოველთვის ვიგრძნობოდით, ყოველთვის დავდეთ რამოდენიმეჯერ ხან მე წავიკეცი თვითონ დამხმარებია, ხან თვითონ ვიღაც ვაწავაქციათ, იმიტომ რომ ვიწროფში ბევრი ვიყავით ველომსრულობაზე და ერთ-ერთი იყო ეს კარგი მოსაგონარი, ასევე მყავს საერთო მეგობარი, საერთო, რომელიც ცხოვრობს, უბრალოდ სოფელი აქვს მწვანე კონცხზე. და მწვანე კონცხზე კიდევ რა თქმა უნდა ზაფხულს უკავშირდება გატარებული დრო, იქ ბიჭები ვიკრიბებოდით, უკვე სკოლის მოსწავლეების, სკოლის მოსწავლეები როცა ვიყავით მაგ პერიოდში. თავისებურად ბუნებაში შერგება, იქ რაღაც წვადები იქნებოდა და რაღაცების გაკეთება და სხვით დატკობა და თითქოს ეს ზაფხულის მოგონებები. რაც თბილად მახსენდება დარათოსთან ერთად. და რაც შეეხება თვითონ გვერდში დგომას, იყო ჩემ ცხოვრებაში ეტაპები, როდესაც ეს უკავშირდებოდა ახლო ადამიანის სამწუხაროდ დაკარგვას და ამ პერიოდში დავითი, როგორც სხვა ჩემი მეგობრები, ჩემს გვერდით იყო. მომხდარებდა საჭირო დროს რაღაც მაცინებდა სავით რო ის წופილი გადამეტანა და იმიტომ აი ჭირში გამოიცდება ხოლმე რამდენი მეგობრობა. და მე დარწმუნებული ვარ, რომ რაც უნდა მოხდეს მომავალში ის სულ ჩემს გვერდით. ან დათოსთან ერთად ბევრი საინტერესო მოგონება გაქვს. ძალიან დიდი მადლობა, რომ დრო დაგვითმე. ჩვენ როგორც მივხვდით და როგორც დათომ თქვა, ერთგული მეგობარი აღმოჩნდა ნამდვილად, მოვისმინეთ ეს თავის მეგობრისგან. ძალიან დიდი მადლობა. მადლობ თქვენ. მადლობ თქვენ, რომ დრო გამოყავით დათოსთვის და რაც საინც მომყაროს.